ზოგჯერ უფრო ადვილია საიდუმლო სტაჟერება, ვიდრე რეალური ახსნის მიღება. ამიტომ როცა ვხედავთ დიდ ქვებს, რომლებიც თითქოს ზედმეტად ზუსტადაა დამზადებული, სწრაფად გვიჩნდება კითხვა: როგორ მოახერხეს ეს მაშინ, როცა თანამედროვე მანქანები არ ჰქონდათ? აქ იწყება მნიშვნელოვანი საკითხი. ყველა უცნაური უძველესი ნაგებობა არ არის უცხოპლანეტელების ან საიდუმლო ტექნოლოგიის ნამუშევარი. ზოგჯერ პასუხი უფრო მარტივია. ეს ყველაფერი უძველესმა ადამიანებმა გააკეთეს მოთმინებით, დაგეგმვით და თანამშრომლობით. მათ შეიძლება არ ჰქონდათ თანამედროვე იარაღები, მაგრამ მათ შეეძლოთ დიდი საქმეების გაკეთება, რადგან იცოდნენ, როგორ ემუშავათ დიდხანს ერთი მიზნისთვის. ამას ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მაგალითია გუნუნგ პადანგი, დასავლეთ იავაზე, ინდონეზიაში. პირველი შეხედვით ეს უბრალოდ დიდი გორას გავს, რომლის ზედაპირზეც ქვებია მიმოფანტული. დიდი ხანია, რაც ადგილობრივები მას წმინდა ადგილად მიიჩნევენ. მაგრამ როდესაც კვლევრებმა ის თანამედროვე სკანირების აპარატურით შეისწავლეს, გაჩნდა დიდი კითხვა: ეს უბრალოდ ბუნებრივი გორაა თუ ადამიანი ჩაერია მის შექმნაში? აქედან დაიწყო კონტროვერსია. ზოგი ამბობს, რომ ეს ადგილი შესაძლოა ძალიან ძველი იყოს, უფრო ძველი ვიდრე ეგვიპტის პირამიდები. დავრცელდა მტკიცებები, რომ მისი ასაკი შეიძლება 20,000 წელს ან მეტსაც კი აღწევდეს. თუმცა ბევრი არქეოლოგი არ ეთანხმება მტკიცებას, რომ გუნუნგ პადანგი ნამდვილად 20,000 წლისაა. 2024 წელს ამ მტკიცებასთან დაკავშირებული საკამათო კვლევა გამოიწვიეს, მას შემდეგ, რაც მტკიცებულებები და მონაცემების იმების ინტერპრეტაციის მეთოდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ეს ნიშნავს, რომ არასწორია იმის თქმა, თითქოს ეს უკვე დადასტურებულია როგორც მსოფლიოს უძველესი პირამიდა. უფრო უსაფრთხო და რეალური ახსნა კი ასეთია: გუნუნგ პადანგი უძველესი მეგალითური ადგილია, სადაც ბუნებრივი ვულკანური ქვებია. ასევე აშკარა ნიშნებია იმისა, რომ ადამიანები მას სწორებდნენ და იყენებდნენ როგორც წმინდა მიწის ადგილს. აქ ნაპოვნი ქვები, ჩვეულებრივი ქვები არ არის. მათი უმეტესობა კოლონური ბაზალტია. ასეთი ქვა მხოლოდ მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ლავა გაცილდება და გრძელ სვეტებად გაიბზარება. ზოგჯერ ისინი ბუნებრივ სვეტებს ან ბლოკებს ჰგავს. ამიტომ არ არის საჭირო მაშინვე იფიქროთ, რომ ქვები ლაზერმა ან თანამედროვე მანქანამ შექმნა. თავად ბუნებამ მისცა ფორმა ბევრ ქვას. მაგრამ ადამიანი იყო ის, ვინც გადაადგილებდა, აწყობდა და იყენებდა ამ ქვებს, რათა ადგილი განსაკუთრებული გაეხადა. სწორედ აქ ხდება ამბავი უფრო საინტერესო. რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის უცხოპლანეტელების ან დაკარგული სუპერცივილიზაციის მტკიცებულება, ეს გვიჩვენებს, რომ უძველეს ადამიანებს უკვე შეეძლოთ კარგი ადგილის არჩევა. ისინი იყენებდნენ ბუნებრივ მასალებს და ქმნიდნენ წმინდა სივრცეს გეგმითა და მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იყენებდნენ თანამედროვე მანქანებს, მათ ჰქონდათ მოთმინება, ძალა, ორგანიზებულობა და რწმენა. და ძველ სამყაროში ზოგჯერ ეს იყო ყველაზე დიდი ტექნოლოგია. ბევრი ადამიანის უნარი ემოქმედათ ერთიანი მიზნისთვის. მაგრამ თუ ინდონეზიაში არის ადგილი, სადაც გამოყენებულია ბუნებრივი ქვა და ის ადამიანმა მოაწყო, ინდოეთში კი ჩანს ნაგებობა, რომელიც უფრო აშკარად ადამიანის ხელით არის შექმნილი. ეს არის კაილასას ტაძარი, ელორას მღვიმეებში, მაჰარაშტრაში. და აქ უკვე აღარ არის საუბარი უბრალოდ ქვის მოწყობაზე. აქ მთელი ტაძარი ამოკვეთილია ერთი დიდი ქვისგან, ჩვეულებრივ, როდესაც შენობას ვაშენებთ, ქვემოდან ვიწყებთ. პირველად საძირკველი, შემდეგ სვეტები, კედლები, იატაკი და სახურავი. მაგრამ კაილასას ტაძარში ყველაფერი პირიქით მოხდა. ეს არ აშენებულა ცალკეული ბლოკებისგან. ეს არ არის სახლი, რომელიც ფენება და აშენებული. ტაძარი ამოთხრილია და ამოკვეთილია ერთი მყარი ქვის მასივიდან ზემოდან ქვემოთ. ეს გავს იმას, თითქოს აიღო დიდი ქვა და ნელ-ნელა მოაცილე ყველაფერი ზედმეტი, სანამ მის შიგნით ტაძარი არ გამოიკვეთება. მაგრამ აქ პატარა ქანდაკებაზე არ არის საუბარი. რაც გამოიკვეთა იყო დიდი კომპლექსი, ეზოთი, დარბაზით, სვეტებით, საკურთხევლით, კიბეებით, კვეთილებით და ქანდაკებებით. არის სპილოები, ღმერთები, დეკორატიული დეტალები და დიდი ნაწილები, რომლებიც თითქოს ცალკე შენობაა. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ერთი ქვის ნაწილია. იუნესკოს მიხედვით ელორას მღვიმეები აშენდა მე-5 საუკუნიდან მე-12 საუკუნემდე. და ბრაჰმანული მღვიმეებში შედის ცნობილი კაილასას ტაძარი, რომელიც გამოკვეთილია მე-7-დან მე-10 საუკუნემდე. ზოგი ამბობს, რომ კაილასას ტაძარი აშენდა 18 წელიწადში, მაგრამ ეს დაზუსტებით ცნობილი არ არის. არსებობს ძველი ამბები, რომ ტაძარი სწრაფად აშენდა მრავალი მუშის, დამგეგმავის, მოქანდაკისა და უწყვეტი ქვის კვეთის დახმარებით. ეს უბრალო პროექტი არ ყოფილა. ამისთვის საჭირო იყო სერიოზული დაგეგმა, მოთმინება და უამრავი მუშახელი. რთულია წარმოიდგინო ეს პროცესი. თუ ჩვეულებრივ შენობაში შეცდომას დაუშვა, შეგიძლია ერთი ბლოკი შეცვალო, შეგიძლია კედელი გაასწორო, შეგიძლია მასალა დაამატო, მაგრამ მონოლითურ ტაძარში საქმე სხვანაირადაა. თუ ქვა ზედმეტს მოაჭრი, ვეღარ დააბრუნებ ისე მარტივად. თუ სვეტის ზომა არასწორია, ვეღარ შეცვლი ისე როგორც ხეს ან ბლოკებს. აუცილებელია დაგეგმილი იყოს თითოეული მოჭრა, თითოეული სიღრმე, თითოეული გვერდი და თითოეული დეტალი. სწორედ ამიტომ არის ტაძარი ასეთი განსაცვიფრებელი.
არა იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია, არამედ იმიტომ, რომ შესაძლებელია, მაგრამ ძალიან რთულია გასაკეთებლად. და სწორედ ეს არის მთავარი ღირსება. უძველესი ადამიანები არ გვჭირდება გავხადოთ მითიური, რომ ისინი განსაცვიფრებელნი იყვნენ. ჩვენ არ გვჭირდება უცხო პლანეტელები ჩავამატოთ ისტორიაში, რომ აღვფთოვანდეთ. საკმარისია დავინახოთ, რომ მაშინ არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ დიდი ფიქრი. შექმნეს ისეთი რამ, რაც დაბრუნდა. ნელი, მაგრამ ზუსტი. და დაუთმეს მრავალი წელი ისეთ რამეს, რაც მათ საკუთარ თავზე უფრო დიდი იყო. გუნუმ პადანგზე მხედავთ, როგორ გამოიყენა ადამიანმა ბუნებრივი ქვა და წმინდა ადგილი. გაილასას ტაძარში კი ვხედავთ, როგორ შეიძლება მთლიანი მთის არქიტექტურად ქცევა. ეს ორი ადგილი განსხვავებულია, მაგრამ გაკვეთილი ერთია. ეხლა დავბრუნდეთ ისევ გაილასას ტაძარში. თუ გავყოფთ გაილასას ტაძრიდან ამოღებული ქვების რაოდენობას, იმ წლების რაოდენობაზე, რაც მშენებლობას დასჭირდა, ნათელია, რომ მათი ყოველდღიური შრომა ძალიან ძიმე იყო. ყოველ დღე მათ უნდა ამოეღოთ, დაემტვრიათ და გამოეტანათ დიდი ქვები მთიდან. ეს პატარა საქმე არ იყო. ამისთვის საჭირო იყო ბევრი ადამიანი, მკაფიო გეგმა და უწყვეტი მუშაობა. სწორედ აქ იწყება ხშირად ვარაუდები. ზოგი ამბობს, რომ ეს შეუძლებელი იყო მხოლოდ მარტივი იარაღებით. ზოგი კი ფიქრობს, რომ შეიძლება დაკარგული უძველესი ტექნოლოგია არსებობდა. სხვაებიც არიან, ვინც ფიქრობენ, რომ შეიძლება ლაზერი, ხმის ტალღები ან მანქანები გამოიყენეს, მაგრამ თუ უფრო ყურადღებით დავაკვირდებით, ასეთი ახსნა საჭირო არ არის. უფრო რეალისტური პასუხი ორგანიზაცია, ტაძარი ზემოდან ქვემოთ იყო გამოკვეთილი. ეს ნიშნავს, რომ მუშებს არ სჭირდებოდა დიდი ქვების ზევით აწევა. როდესაც ისინი ზემოდან ამოთხრიდნენ ქვას, მოჭრილი ნაწილები შეიძლებოდა ქვემოთ დაეშვათ, ან გრავიტაციის დახმარებით მოეშორებინათ. ეს უფრო პრაქტიკულია, ვიდრე ქვის აწევა, როგორც სხვა დიდ სამშენებლო პროექტებში ხდება. უძველესი მუშებიც იყენებდნენ სხვადასხვა იარაღებს, სოლებს, ჩაქუჩებს, სატეხებს და სხვა მეთოდებს ქვის გასაყოფად. მაშინ ასევე არსებობდა ტექნიკა, როდესაც ქვას ხვრედნენ, შიგნით ხეს ათავსებდნენ და შემდეგ წყალს ასხამდნენ. როდესაც ხე გაფართოვდებოდა, წნევა იზრდებოდა და ქვა სასურველი მიმართულებით იბზარებოდა. მარტივად ჟღერს, მაგრამ ეფექტურია. ეს არ ნიშნავს, რომ ადვილია. ძალიან რთულია მაინც. საჭიროა ბევრი ადამიანი, მკაფიო გეგმა და ხანგრძლივი უწყვეტი მუშაობა. ამიტომ ტაძრის საიდუმლო არ არის საჭირო, რომ ის უცხო ან მისტიკურად წარმოვაჩინოთ, რათა შთამბეჭდავი იყოს. აქ უფრო ნათელი გაკვეთილია. ზოგჯერ უძველესი დროის ნამდვილი მოწინავე ტექნოლოგია არ იყო მანქანა, არამედ დისციპლინა, მოთმინება და მრავალი ადამიანის უნარი, იმოქმედონ როგორც ერთი სხეული. ამის მიუხედავად არის ერთი ადგილი, რომლის განსჯაც უფრო რთულია, რადგან ის არც მთაშია და არც უდაბნოში. ის ზღვის ქვეშ მდებარეობს. ეს არის იონაგუნის მონუმენტი იაპონიაში. 1986 წელს დაივინგის ინსტრუქტორმა კიჰაჩირო არატამ იონაგუნის კუნძულთან ახლოს უცნაური ქვის ფორმაცია აღმოაჩინა. წყლის ქვეშ არის დიდი ბრტყელი ქვები, რომლებიც გავს კიბეებს, ტერასებს და დიდი კიდეები. ძალიან სწორად გამოიყურება. მისი გარეგნობის გამო სწრაფად გავრცელდა იდეა, რომ ეს შეიძლება ჩაძირული უძველესი ქალაქი იყოს. ზოგი ამბობდა, რომ ეს შეიძლება იყოს იაპონური ვერსია ატლანტიდისა. მოსასმენად მიმზიდველია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს ზღვის ქვეშაა. როცა დიდი სტრუქტურა კიბეებსა და პლატფორმებს გავს, ადვილია იფიქრო, რომ ეს ადამიანის ნამუშევარია. მაგრამ სიფრთხილეა საჭირო ახსნისას. დღემდე არ დადასტურებულა, რომ იონაგუნის მონუმენტი ადამიანის შექმნილია. ბევრი გეოლოგი თვლის, რომ ეს ბუნებრივი ქვის წარმონაქმნია. იმ ადგილას ქვა შეიძლება გათხდეს სწორ ხაზზე, ბუნებრივი ფენების, ბზარების, მიწისძვრისთვის აქტივობისა და წყლის მოძრაობის გამო. ეს ნიშნავს, რომ კვინთავების მიერ დანახული კიბეები შეიძლება იყოს ქვის ბუნებრივი გახლეჩის შედეგი და არა უძველესი მშენებლების ნამუშევარი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქ საინტერესო არაფერია. თუნდაც ფორმაციების უმეტესობა ბუნებრივი იყოს, მაინც შესაძლებელია, რომ ეს ადგილი ადამიანებმა გამოიყენეს როგორც სანიშნე თევზსაჭერი ადგილი, ან წმინდა ადგილი, თუ მისი ნაწილი ოდესღაც უფრო მეჩხერ წყალში იყო. მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა. ადამიანის მიერ ბუნებრივი ადგილის გამოყენება არ ნიშნავს მთელი წყალქვეშა ქალაქის აშენებას. ამიტომ უფრო სწორია ასე ვთქვათ. იონაგუნის მონუმენტი საიდუმლო წყალქვეშა ქვის ფორმაცია, რომელზეც ჯერ კიდევ მიმდინარეობს დებატები. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ მასზე ადამიანის ჩარევა არსებობს, მაგრამ უფრო მეტი სამეცნიერო ახსნა მიუთითებს ბუნებრივ გეოლოგიაზე. და ზოგჯერ ეს არის ის, რის მიღებაც რთულია. რადგან როდესაც ქვის ფორმა ძალიან ლამაზია, თითქოს გვინდა, რომ ის უკან უფრო დიდი საიდუმლო იმალებოდეს. მაგრამ თავად ბუნებასაც შეუძლია შექმნას ფორმები, რომლებიც ადამიანის ნამუშევარს გავს. იაპონიაში ზღვის ფსკერიდან ახლა გადავიდეთ ერთ ადგილას, რომელიც მიწის ქვეშაა. ეს არის დერინქუიუს მიწისქვეშა ქალაქი კაპადოკიაში, თურქეთი. მისი ისტორია ფილმის დასაწყისს გავს. 1963 წელს თურქეთში ერთი კაცი სახლს არემონტებდა. რემონტის დროს მან კედლის უკან აღმოაჩინა გასასვლელი. ეს ჩვეულებრივი ხვრელი არ აღმოჩნდა. ეს აღმოჩნდა შესასვლელი უზარმაზარ მიწისქვეშა ქალაქში.
მიწისქვეშ იყო გვირაბები, ოთახები, ვენტილაციის სისტემები, საცავი ოთახები, ცხოველებისთვის განკუთვნილი ადგილები, ეკლესია და გასასვლელები, რომლებიც შეიძლებოდა დახურულიყო დიდი ქვის კარებით. დერინქუიუ დაახლოებით 85 მეტრის სიღრმეზეა ჩასული. ამბობენ, რომ მას შეეძლო 20,000-მდე ადამიანის საკვების და ცხოველების შეფარება, განსაკუთრებით საფრთხის დროს. აქ ისევ ჩნდება სხვადასხვა ვარაუდები. მეორე ამბობს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ბუნკერი, უძველესი ბირთვული ომის წინააღმდეგ. მეორე ამბობს, რომ ეს შეიძლება აშენდა უცხო პლანეტელებისგან დასამალად. სხვები ამას უკავშირებენ დიდ კატასტროფას ძველ დროში, მაგრამ ასეთი ახსნა საჭირო არ არის. ყველაფერი უფრო ნათელია. მიზეზი თუ რატო არსებობს მიწისქვეშა ქალაქი კაპადოკიაში, ისაა, რომ რეგიონში არის რბილი ვულკანური ქვა. მისი გათხრა ბევრად უფრო ადვილია ვიდრე მყარ ქვებში. მაგრამ როცა ამოთხრილი ზედაპირი გამაგრდება, ის შეიძლება მტკიცე კედლად იქცეს. ამიტომ ეს ადგილი იდეალურია მიწისქვეშა თავშესაფრების ასაშენებლად. ძველ დროში ბევრი მიზეზი იყო, რომ ხალხს დამალვა დასჭირვებოდა. იყო შემოსევები, თავდასხმები, რელიგიური დევნის პერიოდები, ჯგუფები, რომლებსაც ოჯახის, საკვების, ცხოველებისა და საზოგადოების დაცვა სჭირდებოდათ. ამიტომ დერინქუი უბრალოდ მიწისქვეშა ქალაქი არ არის უცნაური ცხოვრებისათვის. უფრო სწორია, რომ მას დიდი თავშესაფრის სისტემად მივიჩნიოთ. როდესაც ზედაპირზე საფრთხე იყო, ხალხს შეეძლო ჩასულიყო ქვემოთ. ისინი დახურავდნენ მძიმე ქვის კარებს, ვენტილაციის შახტებიდან ჰაერი მოდიოდა. იყო წყალი, იყო საკვების შესანახი ადგილები, იყო ადგილი ცხოველებისთვის. ეს არ იყო შექმნილი იმისთვის, რომ კომფორტული ყოფილიყო, როგორც ჩვეულებრივი სახლი. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ადამიანი გადარჩენილიყო, როცა ზედაპირზე ცხოვრება აღარ იყო უსაფრთხო. თუმცა დერინქუიში არის ნაწილები, რომლებიც აშკარად უსაფრთხოებისთვისაა შექმნილი. ეს უბრალოდ მიწისქვეშა ოთახები არ არის. არის ვიწრო გასასვლელები, სადაც ერთდროულად მხოლოდ ერთი ადამიანი შეიძლება გაიაროს, ასევე არის დიდი მრგვალი ქვის კარები, რომლებსაც შეგვიძლია გადავაგოროთ და შესასვლელი დავკეტოთ. რაც თავარია, ბევრი კარი შიგნიდან შეიძლება დაიკეტოს. ეს ნიშნავს, რომ თუ გარეთ მტერი იქნება, მათ შიგნით შესვლა გაუჭირდებათ. აქ ჩნდება კითხვა. ვისგან იმალებოდნენ ისინი? არსებობს უცნაური თეორიები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს შეიძლება გაკეთდა უძველესი კატასტროფისთვის, უცხო პლანეტელებისთვის ან სხვა აუხსნელი საფრთხისთვის. მაგრამ ისტორიის ახსნა უფრო ნათელია. კაპადოკია დიდი ხნის განმავლობაში იყო არეულობის, ომებისა და თავდასხმების ადგილი. სხვადასხვა პერიოდში ჯგუფებსა და საზოგადოებებს უწევდათ დამალვა, რათა გადარჩენილიყვნენ. ამიტომ დერინქუიუ არ არის საიდუმლო ბუნკერი უცხო პლანეტელებისთვის. უფრო სწორი იქნება თუ მას გადარჩენის თავშესაფრად მივიჩნევთ. როდესაც საფრთხე ახლოვდებოდა, ხალხს შეეძლო მიწისქვეშ ჩასვლა. მათ შეეძლო თან წაეღოთ საკვები, წყალი, ნივთები და ცხოველები. მათ შეეძლოთ გზები დაებლოკათ მძიმე ქვის კაკარებით. ზემოდან მტერს შეიძლება ეგონა, რომ იქ არავინ იყო, მაგრამ მიწისქვეშ სიცოცხლე იმალებოდა. ჰაერი ვენტილაციის შახტებიდან მოდიოდა, იყო ოთახები ადამიანებისთვის, ადგილი საკვებისთვის, იყო გასასვლელი მიწისქვეშა ქალაქის სხვა ნაწილში. მარტივია აზრი. ეს არ გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ფავი გამოეჩინათ. ეს გააკეთეს იმისთვის, რომ არ მომკვდარიყვნენ, როცა ზედაპირზე საფრთხე იქნებოდა. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს მამაც დერინქუის ისტორიას. ეს არ ეხება მაგიას, ეს ეხება შიშს, გონებას და ძლიერ სურვილს გადარჩენის. მაგრამ თუ დერინქუი არის მიწისქვეშ დამალული ქალაქი, არსებობს კიდევ ერთი უძველესი ადგილი, რომელიც წყლის ზედაპირზეა აშენებული. ეს არის ნან-მადოლი პომპეიზე, მიკრონეზიაში. პირველი შეხედვით თითქოს ეს არ უნდა იყოს აქ, ეს არ არის ჩვეულებრივი სოფელი ხმელეთზე. ეს არც უბრალოდ სახლებია ზღვის ნაპირზე. ნან-მადოლი არის დიდი კომპლექსი ხელოვნური კუნძულებისა. ეს ნიშნავს, რომ ბევრი პატარა კუნძული ადამიანმა შექმნა. ეს კუნძულები ერთმანეთთან არხებით არის დაკავშირებული, ამიტომ კედლებსა და ნაგებობებს შორის წყლის გზებია. იუნესკოს მიხედვით ნან-მადოლი შედგება 100-ზე მეტი კუნძულისგან, პომპეის სანაპიროსთან. მას აქვს კედლები, რომლებიც ბაზალტისა და მარგნის ლოდებისგან არის აშენებული. აქ შეგიძლიათ ნახოთ ქვის სასახლეების, ტაძრების, სამარხებისა და საცხოვრებელი უბნების ნაშთები, რომლებიც დაკავშირებულია საუდელეურის დინასტიასთან. ადვილია ასე წარმოიდგინოთ, თითქოს მათ წყლის ზედაპირზე საკუთარი პატარა ქალაქი ააშენეს. მაგრამ ეს მხოლოდ ხისგან არ იყო გაკეთებული. მათ გამოიყენეს მძიმე ბაზალტის ქვები. ზოგიერთი ქვა გრძელი ბოძების ან მორების მსგავსია, მაგრამ მასალა ქვაა. ამიტომ ზოგჯერ ამას ბაზალტის მორებსაც უწოდებენ. აქ იწყება მთავარი კითხვა. როგორ გადაიტანეს ასეთი მძიმე ქვები? მათ არ ჰქონდათ თანამედროვე ამწე, არ ჰქონდათ სატვირთო მანქანა, არ ჰქონდათ ბეტონის შემრევი. მათ არ ჰქონდათ ლითონის მანქანები, როგორც ჩვენ გვაქვთ დღეს, ამიტომ ამ ადგილას არსებობს ლეგენდები, რომ ქვები თითქოს ჯადოსნური ძალით აფრინეს. არსებობს ამბავი ორ ძმაზე, რომლებსაც ჰქონდათ ძალა და სწორედ ისინი აშენებდნენ ნან-მადოლს უჩვეულო გზით. ლეგენდა ლამაზია, როგორც კულტურის ნაწილი. მაგრამ ეს არ უნდა მივიჩნიოთ დადასტურებულ ისტორიად. მკვლევართა ახსნა უფრო მარტივია.
კუნძულზე რთულია ქვის მიწაზე გადატანა, განსაკუთრებით თუ ტერიტორია ტყიანია, ტალახიანი და არ არის კარგი გზა. ამიტომ უფრო პრაქტიკულია წყლის გამოყენება. შესაძლოა ქვები გადაიტანეს სტივებით, მორებით, კანოეებით ან სხვა საშუალებებით ზღვასა და ლაგუნაში. როცა მძიმე საგანი წყალშია, მისი გადაადგილება უფრო ადვილია, ვიდრე მშრალ მიწაზე თრევა. ეს არ ნიშნავს, რომ ქვა მსუბუქია, ის მაინც მძიმეა. მაგრამ უკვე არსებობს გზა, რომ გადაადგილდეს. ადგილზე მისვლის შემდეგ შესაძლებელია ქვების ნელ-ნელა დალაგება, დადება და კედლის აშენება. ეს ერთ დღეში არ გაკეთებულა. ამისთვის ბევრი ადამიანი, დიდი დრო და სერიოზული დაგეგმვა იყო საჭირო. ამიტომ ნანმადოლი შემთხვევით არ გაჩნდა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს თითქოს ჯადოსნური ქალაქია. უფრო გასაოცარია თუ ამას როგორც ნამდვილი ადამიანის ნამუშევარ შევხედავთ. რადგან ეს აჩვენებს, რომ პომპეის ხალხი მაშინ ლოგისტიკაში კარგად ერკვეოდა. მათ იცოდნენ, სად უნდა აეღოთ ქვა, იცოდნენ, როგორ გამოეყენებინათ წყალი როგორც გზა, იცოდნენ, როგორ აეშენებინათ ისეთ ადგილას, სადაც აშენება რთულია, მაგრამ რატომ გააკეთეს ეს? ეს მხოლოდ იმიტომ არ იყო, რომ მათ ლამაზი ადგილის შექმნა სურდათ. ნანმადოლი გახდა საუდელურის დინასტიის პოლიტიკური და სარიტუალო ცენტრი. ეს ნიშნავს, რომ აქ იყო კონცენტრირებული ძალაუფლება, რიტუალები, სამარხები და მნიშვნელოვანი ადამიანების საცხოვრებელი. ეს ადგილი თითქოს ამბობს, რომ აქ ცხოვრობენ მმართველები. აქ ტარდებოდა რიტუალები. და აქ ჩანს, ვის აქვს ძალაუფლება. ამიტომ ნანმადოლში მხოლოდ ქვებს კი არ ვხედავთ. შევხედავთ ერთი საზოგადოების სისტემასაც. არის ლიდერები, მუშები, წესები, რელიგია, შიში, პატივისცემა და კონტროლი. და აქ ხდება ამბავი უფრო სერიოზული. ერთი დიდი ნაგებობა მხოლოდ ინჟინერიას არ აჩვენებს. ის ასევე აჩვენებს თუ როგორ მოძრაობს მთელი საზოგადოება. არიან ადამიანები, ვინც ბრძანება გასცა, არიან ადამიანები, ვინც დაემორჩილა, არიან ადამიანები, ვინც იმუშავა და არსებობს მიზეზი თუ რატომ მიიღეს მათ ეს სირთულე. ამიტომ როცა იორე ამბობს, რომ ეს შეუძლებელია უცხო პლანეტელების გარეშე, თითქოს ამცირებენ იმ ადამიანებს, ვინც ეს ნამდვილად გააკეთა. რადგან სინამდვილეში ნანმადოლის ასახსნელად უცხო პლანეტელები საჭირო არ არის. უბრალოდ სამი რამ უნდა გავიგოთ: წყალი, ქვა და ორგანიზაცია. მათ წყალი გამოიყენეს მძიმე ქვების გადასატანატანად. ბაზალტი გამოიყენეს მტკიცე კედლების ასაშენებლად და მათ მთელი საზოგადოების ძალა გამოიყენეს იმისთვის, რომ დაესრულებინათ ის, რასაც ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა. დერინქუიუში ადამიანებმა მიწისქვეშა ქალაქი შექმნეს, რათა დამალულიყვნენ და გადარჩენილიყვნენ. ნანმადოლში ადამიანებმა წყლის ზედაპირზე ქალაქი შექმნეს, რათა ეჩვენებინათ ძალა და რწმენა. სხვადასხვა ადგილი იყო, სხვადასხვა მიზეზი, მაგრამ გაკვეთილი ერთია. როდესაც საფრთხე არსებობს, ადამიანი გზას იპოვის გადარჩენისთვის, ისევ დავბრუნდებით ნანმადოლში, მხოლოდ ქვების სილამაზე არ არის მთავარი. უფრო მნიშვნელოვანია ეს კითხვა: რატომ ააშენეს მათ ადგილი, სადაც ცხოვრება ასე რთულია? ის წყლის ზედაპირზეა. არ არის დიდი მიწა მოსავლისთვის. არ არის ადვილად მისაღები სუფთა წყალი. ბევრი რამ უნდა მიიტანო ნავით. ამიტომ თუ იქ ცხოვრებ, დამოკიდებული ხარ გარედან მომარაგებაზე. აქ უფრო ნათელი ხდება ნანმადოლის დანიშნულება. ეს უბრალოდ ქალაქი არ არის. ეს მხოლოდ რიტუალების ადგილი არ არის. ეს ასევე ძალაუფლების ცენტრია. იუნესკოს მიხედვით ნანმადოლი საუდელეურის დინასტიის ცერემონიული ცენტრია. აქ არის სასახლეები, სამარხები, ტაძრები და საცხოვრებლები მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის. ეს ნიშნავს, რომ აქ ჩანს, ვის აქვს კონტროლი. არსებობენ მკვლევარები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მმართველები და ელიტა ცხოვრობდნენ ან რჩებოდნენ ძალაუფლების ცენტრთან ახლოს. ამ გზით მათზე უფრო ადვილად აკვირდებოდნენ, უფრო ადვილია გაიგო, ვინ არის ერთგული და ვინ შეიძლება წინააღმდეგი იყოს. იდეა მარტივია. როდესაც ადამიანი შორსაა თავისი ადგილიდან და დამოკიდებულია საკვებზე, წყალზე და უფროსი მმართველის ბრძანებებზე, მისი კონტროლი უფრო ადვილია. ამიტომ ნანმადოლი მხოლოდ საინჟინრო საოცრება არ არის. ეს ასევე შეგვახსენებს, რომ არქიტექტურა შეიძლება პოლიტიკაში გამოიყენონ. ქვა მხოლოდ კედელი არ არის, ის შეიძლება ძალაუფლების სიმბოლოც იყოს. მაგრამ ეგვიპტეში არის ერთი ადგილი, სადაც საიდუმლო სიმძიმე სრულიად განსხვავებულია. ეს წყლის ზედაპირზე არ არის, ის მიწისქვეშა. ესაა სერაფიუმი საკარაში. ბევრისთვის უფრო ცნობილია პირამიდები და სფინქსი, მაგრამ საკარაში არის მიწისქვეშა კომპლექსი, რომელიც სავსეა უზარმაზარი ქვის სარკოფაგებით. ეგვიპტის ოფიციალური ტურიზმისა და ანტიკვარიატის ინფორმაციის მიხედვით, სერაფიუმი წმინდა აპისის ხარის სამარხია. ძველი ეგვიპტელებისთვის აპისის ხარი ჩვეულებრივი ცხოველი არ იყო. მას წმინდად მიიჩნევდნენ და ღმერთ სითასთან დაკავშირებულად თვლიდნენ. როდესაც წმინდა ხარი კვდებოდა, მას განსაკუთრებულად მარხავდნენ. ამიტომაც აშენებდნენ მიწისქვეშა გალერეებსა და დიდ ქვის კუბოებს. აქ სერაფიუმი განსაკუთრებით გასაოცარია. იქ არსებული სარკოფაგები პატარა არ არის. ისინი დიდია და დამზადებულია მტკიცე ქვისგან, როგორიცაა გრანიტი, ბაზალტი ან სხვა მძიმე ქვა. ზოგიერთის წონა თავსახურიანად რამდენიმე ტონას აღწევს.
როცა ამას ხედავ, ბულებრივია რომ კითხულობ, როგორ გააკეთეს ეს, როგორ შეიტანეს ისინი მიწისქვეშა გვირაბებში, როგორ დააყენეს ისინი სწორ ადგილას, როცა თანამედროვე ამწეები არ ჰქონდათ. ამის გამო ბევრი უცნაური თეორია გავრცელდა. ზოგი ამბობს, რომ ეს შეიძლება სულაც არ იყო ხარისთვის. ზოგი ამბობს, რომ ეს შეიძლება უძველესი მანქანა იყოს, ზოგი კი ამტკიცებს, რომ აქ შეიძლება ენერგიის სისტემა, ბატარეა ან ტექნოლოგია იყოს, რომელიც დღეს აღარ ვიცით. მაგრამ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს ფაქტად მივიჩნიოთ. უფრო ნათელი ახსნა არქეოლოგიიდან მოდის. სერაპეუმის სამარხია ის გამოიყენებოდა ძველი ეგვიპტის რელიგიურ ტრადიციებში, არსებობს წარწერები, ჩანაწერები და არქეოლოგიური კონტექსტი, რომლებიც აფისის ხარის კულტზე მიუთითებს. ამიტომ არასწორია იმის თქმა, რომ ეს უძველესი მანქანაა დადასტურებული. სინამდვილეში უფრო შთამბეჭდავია თუ ეს მართლაც სამარხია. ეს ნიშნავს, რომ მათი რწმენის გამო ისინი მზად იყვნენ ძალიან რთული სამუშაოს შესასრულებლად. ეს არ იყო ტექნოლოგიური ექსპერიმენტის გამო, არამედ რელიგიის, ძალაუფლებისა და წმინდა ცხოველის პატივისცემის გამო. მაგრამ ეს აღნიშნავს, რომ პასუხი მარტივია. ჯერ კიდევ ბევრი კითხვა რჩება. როგორ გააფრიალეს ეს მაგარი ქვები? როგორ ჩამოაყალიბეს სწორად შიგნიდან და გარედან? როგორ გადაიტანეს მათ მძიმე სარკოფაგები ვიწრო დერეფნებში? აქ ჩნდება უფრო პრაქტიკული ახსნა. უძველესი ეგვიპტელები დიდი ხანია გამორჩეულები იყვნენ ქვის დამუშავებაში. ისინი იყენებდნენ სპილენძის იარაღებს, ქვის იარაღებს, აბრაზივებს, როგორიცაა ქვიშა და დიდ ძალას. როდესაც ქვიშა ან კვარცის ქვიშა გამოიყენებოდა როგორც აბრაზივი, მას შეეძლო უფრო მტკიცე ქვის გახეხვა პროცესის განმეორებით. ეს ნელა მიმდინარეობდა, ძალიან ნელა, მაგრამ შეუძლებელი არ იყო. საჭირო იყო მხოლოდ ბევრი დრო, ბევრი მუშა და მკაფიო გეგმა. უკეთ გასაგებად წარმოიდგინე ზუმფარა. ზუმფარა ძლიერი არ ცანს, მაგრამ როდესაც მას რამდენჯერმე გადაუსვა, ნელ-ნელა ასწორებს ხეს ან ლითონს. იგივე პრინციპია ქვის შემთხვევაშიც. ეს არ არის სწრაფი ჭრა, არამედ განმეორებითი გახეხვა, გალესვა, დარტყმა და გაპრიალებაა საჭირო. მძიმე ქვების გადატანისას ეგვიპტელები იყენებდნენ ციგებს, როლიკებს, დაქანებებს, თოკებს, ხის საყრდენებს და ბევრი ადამიანის კონტროლირება თრევას. არსებობს მტკიცებულებები ძველ ეგვიპტეში, რომ ისინი ამ მეთოდს იყენებდნენ მძიმე საგნების გადასატანად. ეს მარტივი არ იყო, მაგრამ სისტემა ჰქონდათ. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ სერაპეუმის განსაცვიფრებლად შესაქმნელად ლაზერი საჭირო არ არის. ეს კიდევ უფრო განსაცვიფრებელია, რადგან მათ შეძლეს ასეთი რთული სამუშაოს შესრულება მარტივი ინსტრუმენტებით, მაგრამ გონივრულად გამოყენებული. და აქ იკვეთება ყველა ადგილი, რომელიც ნახეთ. გიზის პლატოზე დავინახეთ, რომ ზოგჯერ საიდუმლო იწყება ბუნებრივი ქვით, რომელიც ადამიანმა დაამუშავა. ქაილასის ტაძარში დავინახეთ, რომ ადამიანს შეუძლია მთელი ტაძრის ამოკვეთა ქვისგან თუ საკმარისი გეგმა და მოთმინება აქვს. იუნაგუნიზე დავინახეთ, რომ ყველაფერი რაც კიბეს გავს, ადამიანის შექმნილი არ არის. ზოგჯერ თავად ბუნება ქმნის ფორმებს, რომლებიც თვალისთვის დამაბნეველია. დერინკუიოში დავინახეთ, რომ როდესაც ზედაპირზე ცხოვრება საშიშია, ადამიანს შეუძლია მიწისქვეშ უსაფრთხო სამყარო შექმნას. ნანმადოლში დავინახეთ, რომ ცხალი, ქვა და ორგანიზებულობა ძალაუფლების ცენტრის შენტრის შექმნას შეძლებენ. სერაპეუმში დავინახეთ, რომ ადამიანის რწმენას შეუძლია უბიძგოს მათ შექმნან ისეთი რამ, რაც ძალიან მძიმეა, ძალიან რთული და ძალიან დიდხანს გასაკეთებელი. ასე რომ ეს უნდა გვახსოვდეს. არ არის საჭირო, რომ უძველესი ადამიანები სუსტებად ან პრიმიტიულებად წარმოვიდგინოთ. მათ არ ჰქონდათ ინტერნეტი, არ ჰქონდათ ელექტროინსტრუმენტები, არ ჰქონდათ სატვირთო მანქანები, არ ჰქონდათ ამწეები, როგორც დღეს გვაქვს ჩვენ, მაგრამ მათ ჰქონდათ დრო, ჰქონდათ მუშები, ჰქონდათ ლიდერები, ჰქონდათ რწმენა და ჰქონდათ მიზეზი, რომ დაესრულებინათ საქმე, თუნდაც ამას მრავალი წელი დასჭიროებოდა. ამიტომ, როცა უძველეს ნაგებობას ვხედავთ, რომელიც თითქოს შეუძლებელია, ვიჩქარებთ უცხოპლანეტელებზე ან მაგიაზე ფიქრს. უკეთესია უფრო მარტივი კითხვით დავიწყოთ. რა ჰქონდათ მაშინ, რაც ხშირად ჩვენ აღარ გვაქვს დღეს? მოთმინება, დისციპლინა, თანამშრომლობა და მკაფიო მიზანი. რადგან ზოგჯერ უძველესი სამყაროს ყველაზე დიდი საიდუმლო არ არის დაკარგული მანქანა, არამედ ადამიანის უნარია, დიდხანს იმუშაოს იმაზე, რასაც ჯერა რომ საკუთარ თავზე უფრო დიდია. და ალბათ სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ეს ქვები დღემდე დგას. ეს მხოლოდ იმის საჩვენებლად არ არის, თუ რა შეძლო წარსულმა, არამედ იმის გასახსენებლად, თუ რამდენად შორს შეიძლება მივიდეს ადამიანი, როცა არ ნებდება.